საგზაო მოძრაობის წესებში ცვლილებები შევიდა, რეგულაციები 4 მიმართულებით გამკაცრდა, გაიზარდა ჯარიმების ოდენობა. ახალი ცვლილებები მძღოლებთან ერთად ქვეითად მოსიარულეებსაც ეხებათ. კონკრეტულად კი საგზაო უსაფრთხოების წესების ან მონიშნების იგნორირება გახუთმაგებული ჯარიმებით დაისჯება. პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით დასჯადი ხდება ეგრეთ წოდებული დრიფტიც, ძალაში შევიდა სხვა აკრძალვებიც. ცვლილებების მიზანი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და ავტოავარიების რიცხვის შემცირებაა. პირველი არის ის, რომ ფეხით მოსიარულეთან მიმართებით იზრდება ჯარიმები, ხუთმაგდება, თუ მანამდე ფეხით მოსიარულეზე იყო 10 ლარი ჯარიმა, ახლა ხდება 50 ლარი, ხოლო თუ ფეხით მოსიარულე დაარღვევს მაგისტრალზე, იქ სადაც მოძრაობა არის ინტენსიური, ესე ვთქვათ, ხდება ჯარიმა 100 ლარი, ხოლო განმეორებით შემთხვევაში უკვე 200 ლარი. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ვაკვირდებით ჩვენ ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობის დინამიკას. შესაბამისად, წინა წელს 101 ფეხით მოსიარული დაიღუპა, ხოლო 2025 წლის პირველი 3 თვის მონაცემებით 50-მდე ფეხით მოსიარული დაიღუპა, ანუ ფაქტიურად წინა წელთან შედარებით უკვე 3 თვეში ნახევარი არის დაღუპულთა რაოდენობა, ამიტომ ეს არის ძირითადად პრობლემა და კატასტროფული მაჩვენებელი, რატომაც გადაიდგა ნაბიჯები, რაც თვითონ ამ კანონპროექტის, ესე ვთქვათ, ახსნა განმარტებით ვარაჩ წერია. თუმცა, რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს არის მოცულება და დრიფტაობა ქალაქის ქუჩებში. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ფაქტი ფიქსირდებოდა, როცა მოცულება, ეგრეთ წოდებული დრიფტი ხორციელდებოდა ქალაქის ქუჩებში და სამწუხაროდ მსხვერპლის მოყვებოდა ხოლმე. გამომდინარე აქედან ამაზე უკვე იქნება 300 ლარიანი ჯარიმა, თუ საბადო პოლიციის წარმომადგენელი შეამჩნევს, რომ მსგავს ფაქტებს ექნება ადგილი, ამ შემთხვევაში მათ გამოეწერებათ ჯარიმა და გარკვეული შესაბამისი ქულებიც ჩამოაკვდებათ. შემდგომი რეგულაცია, რომელიც ცვალებადობ განიცადა, არის ხელოვნურად გადაკეთება ავტოსატრანსპორტო საშუალებით, მაგალითად იგივე მაყუჩებთან მიმართებაში. ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ ხელოვნურად ხდება შეცვლა და ეს ხალხური მაყუჩები აღარ უყენდება ფაქტიურად ავტომობილებს, რაც იწვევს ძალიან დიდ ვიბრაციას და ხმაურს, განსაკუთრებით ღამის საათებში, რაც მოსახლეობას უქმნის პრობლემებს. 200 ლარიანი ჯარიმა იქნება გამოწერილი, თუ ადამიანი ხელოვნურად მოახდენს ჩარევას და მაყუჩის გადაკეთებას, ისე რომ გამოიწვიოს ხმაური. ასეთ შემთხვევაში. ასევე არის მეოთხე რეგულაციაც, რაც უშუალოდ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებას ეხება, ეს არის მოციმციმე ფერადი შუქების გამოყენებას. იცით, რომ იყო ამაზე გარკვეული სანქციები, თუმცა მკაცრდება და უკვე 2000 ლარი იქნება, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2500 ლარამდეც კი ავა. თუმცა ამ 4 კომპონენტის გარდა, რომელიც ესეთ დაჩქარებული წესით არის მიღებული, ვფიქრობ, უფრო მეტი იყო საჭირო გაეკეთებინა ხელისუფლებას და დააგვემატებინა სიჩქარის მენეჯმენტის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, რაც გულისხმობს ურბანული ლიმიტების შემცირებას, ქალაქის ესე ვთქვათ მიდამოებში, ასევე სასკოლო ზონებზე ლიმიტების დაწესებას, იგივე 15 კილომეტრიანი ტოლერანტობის შემცირებას და ყველაზე რაც ესე იგი დიდი და პრობლემური ეს მიმართულება, რაც აქვს საქართველოში სიჩქარის გადაჭარბებაზე, ქულათა სისტემის მიმართ, ვინაიდან ყველაზე მეტი ადამიანი, როგორც სოფლიოში, ასევე საქართველოში ზუსტად სიჩქარის გადაჭარბებით იღუპება, ამიტომ ის თავი და თავი რა პრობლემაც არის, რეალურად აქედან უნდა დავიწყოთ